თუ გაქვს ბევრი ინტერესი და ძალიან გიჭირს ერთ-ერთის არჩევა, ეს ვიდეო შენთვის არის. პირველ რიგში მინდა რომ მიხვდე, რომ ბევრი ინტერესი პრობლემა არ არის, პირიქით, ეს არის შენი სუპერპავერი. უბრალოდ ჯერ არ გისწავლია და ვერ მომხვდარ ხარ ერთმანეთში, როგორ დაასინთეზირო ეს ინტერესები. მეც ამ პრობლემის წინაშე შევიდექი ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, ძალიან ფართო ინტერესების სპექტრი მქონდა და ყოველთვის მიჭირდა ერთ-ერთის არჩევა, იმიტომ რომ დანარჩენები ძალიან მენანებოდა. ანუ რა არ მაინტერესებდა ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ბიზნესი, ხატვა, მოდა, ფიტნესი, რა ვიცი, აი კიდე ალბათ რაღაცეები გამორჩა. და არ ვიცი, ანუ ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ რაცამსაც ერთი ინტერესისკენ წავიდოდი, გრძნობდი როგორ შორდებოდი ყველა დანარჩენ ინტერესს და ეს ჩემთვის ამ ძალიან გულსატკენი იყო. მაგრამ ერთ დღესაც გავიაზრე, რომ ყველა ის ადამიანი რომლებიც ჩემთვის ძალიან დიდი ინსპირაციის წყარო იყვნენ, რეალურად თავის მრავალ ინტერესს აერთიანებდნენ და ერთ ძალიან უნიკალურ ეკოსისტემად აქცევდნენ. მრავალი ინტერესის ქონა ნიშნავს, რომ შენ კავშირებს ხედავ ისეთ ადგილებში, სადაც სხვები ვერ ხედავენ. და ანუ ფაქტობრივად გაქვს ეს ძალიან უნიკალური პატერნების ამოცნობის უნარი, რაც ჩემი აზრით ძალიან საჭირო სკილია. ამიტომ შენი ინტერესებიდან უნდა ამოარჩიო ერთ-ერთი, რომლის გარშემოც შემოშენდება ეს ეკოსისტემა. ჩემთვის აღმოჩნდა ფსიქოლოგია და ანუ ახლა ძალიან კარგად ვხედავ, როგორ შემიძლია დაუკავშიროს ჩემი სხვა ინტერესები, თუნდაც სოციალური მედიის დახმარებით და არა მარტო, და ერთ ძალიან უნიკალურ ეკოსისტემად ვაქციო. ამიტომ წამითაც არ ვფიქრო, რომ მრავალი ინტერესი არის რაიმე ტიპის სისუსტე ან პრობლემა. პირიქით, მე გირჩევ, რომ ამ შენს ინტერესებს ძალიან კარგად ჩაუღრმავდე, იპოვო გადაკვეთის წერტილი მათში და გააკეთო რაღაც ისეთი უნიკალური, რასაც შენ გარდა სხვა ფიზიკურად ვერ გააკეთებდა. ამისთვის გირჩევ, რომ ჩამოწერო ეს ინტერესები, თუნდაც აი კომენტარებში შეგიძლიათ დამიწეროთ ის ინტერესები, რომლებიც თითქოს და არაფრის შუაში არ არის ერთმანეთთან, მაგრამ რეალურად დაინახავთ, რომ სადღაც არის მათ შორის გადაკვეთის წერტილი და როგორც კი ამ წერტილს იპოვით, შეძლებთ აი ძალიან უნიკალური რაღაცის შექმნას.